დღეს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლის თავი აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოს უმძიმესი კვალი დატოვა. ჩვენმა ქვეყანამ 300,000 ჯარისკაცი დაკარგა. საქართველოს ომში დაახლოებით 700,000 ადამიანი წავიდა, აქედან დაახლოებით 9/10 უკან არ დაბრუნებულა. დილიდან თბილისში, კიპრის პარკში ომის ვეტერანები არიან შექმნებულები, მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები ულოცავენ. ომში გაწეული იყო მამა ჩემი, ჩემი უფროსის ძმა, ჩემი ბიძაშვილები და სოფელში თუ იყო ვაჟკაცი როგორც აღნიშნა, ყველა იყო გაჩენილი იყო მარტო მოხუცებრივი მარჯვენა მოგეშენია, იმედიად იყავი დაბრუნდები, ასე წელი გამოდიოდა, სოფელი ეკრებოდა, იყო დიზაინი, ხომშიდოდა, არსებობდა რამდენი დროის განმავლობაში ეს არის მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებული და ამ მშვიდობას უნდა გავუხსნათ მთელი მსოფლიო. მე პატივს მიაგე გამადანია ყოველთვის დავდივარ ილოცეთ ომის ვეტერანებს და პატივი მიაგეთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაუყოვდა ახსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად აღინიშნება ეს თარიღი კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. მე-80 წლის თავი არის ფაშიზმზე გამარჯვებისა, იმ დიდი გამარჯვებისა, რომელშიც ჩვენ ხალხს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. 300,000 ჩვენი მოქალაქე დაეცა ამ ბრძოლებში, 300,000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან. რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დააფასოს დღევანდელი დღე და დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი. უდიდესი დღეა დღეს 80 წელი შევისრულდა ჩვენ სამეორო მსოფლიო ომის ვეტერანებს, ჩვენ პაპებს, ჩვენ უმაღლეს თაობას, სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა განცდა იმის, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭდაშვილები და ამაყად დავდივართ. თითოეულ მათგანს მიულოცავ, თითოეულ ჩვენგანს მიულოცავ დიდი წინაპრების მშვიდობას და შთამომავლობას და ერთია ფაქტი, მშვიდობის ფასი არაფერი არ არის.
9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს ვერსიული სტუდიოების სამწველის მსხვერპლის გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება. მის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. წარსულის გადაზიარების საბაბით მუდმივი აპელირება თუ რომელია სწორი თარიღი 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება, შეიძლება თუ არა სტალინის ხსენება და 1000 მსგავსი განწვალება და უკმათმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისკენ. მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა. საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამო დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ეროვნული იდენტობის სიმგვარი მოშლა და სნუკერნიადად შექმნის უცხო გავლენით ფსევდოევროპული და ხელოვნურად კონსტრუირებული იდეოლოგიის დასაკვირვებლად. ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები მართლა საანტიევროპული დემოკრატიული დანაშაულებული რეჟიმის ეხმასე და უკანეს გაუბედურებაზე ამ იდეოლოგიის მატარებელ სოციმედია აქტივისტებთან ერთად ცდილობენ 19-ის მნიშვნელობის შეცვლას. წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩალვა პაპუაშვილი. გასული 80 წლის განმავლობაში 9 მაისის აღნიშვნა ჩვენს განუყოფელ ტრადიციად იქცა, რაც დღევანდელ გამრუდებულ ყოფაში ცოცხალი შეხსენება იმისა, თუ რანი ვიყავით გუში, სად მიდექით რისთვის ვიბრძოდით და რანი ვართ დღეს. დღეს ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების მისიად გაიხადეს საქართველოს ისტორიის, ჩვენი წარსულის და გამარჯვების დღის დაკნინება. წარსულის გადააზრების საბაბით მუდმივი აპელირება თუ რომელია სწორი თარიღი 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება. შეიძლება თუ არა სტალინის ხსენება და 1000 მსგავსი განწვალება და უკმათმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ. მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა. საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამო დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ეროვნული იდენტობის იმგვარი მოშლა, რაც ნოყიერ-ნიადაგ შექმნის უცხო გავლენით ფსევდოევროპული და ხელოვნურად კონსტრუირებული იდეოლოგიის დასამკვიდრებლად. ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები მართლაც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაზე და ქვეყნის გაუბედურებაზე, ამ იდეოლოგიის მატარებელ სოციმედია აქტივისტებთან ერთად ცდილობენ 9 მაისის მნიშვნელობის შეცვლას. 9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის. ამ წვლილის, ამ მსხვერპლის და ამ გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება. ქართველი ხალხი საკმარისად ძველი, მრავალჭირნანახი და ბრძენი ხალხი ვართ იმისთვის, რომ წარსულით იმეს ჩვენი შეცვენა გაუვიდეს. ჩვენი ისტორია მთლიანია, ბედის ალბედითობით, რაც გაგვივლია ჩვენმა წინაპრებმა ღირსეულად გაიარეს. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ, ჩვენ ყველანი მხოლოდ საქართველოსთვის ვებრძოდით და ასეც გავაგრძელებთ. 80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც. ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო. რომ არა ეს ბრძოლა ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდებლად გასრესდა. სწორედ ამიტომ ეს იყო ომი, ჩვენი სამამულო ომი. 80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველო. გილოცავთ 9 მაისს, ჩვენი გამარჯვების დღეს. 9 მაისს საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება. ექსპო ჯორჯიაში მასშტაბური ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამართა და სტუმრებს ელჩმა პაվել ჰერჩევსკიმ უმასპინძლა. ევროპის დღისადმი მის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქვეყანაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტები. დაგეგმილი იყო სხვადასხვა აქტივობები. ევროპის დღესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალური წინსვლის განვითარებას, კეთილდღეობას. ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სერცე ჩვენთვის, აქედან გამომდინარე, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოთვისაც. აღნიშნა პირადად ყობახიძე. რაც ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. კონკრეტულად ჩვენს პროექტზე რომ ვისაუბროთ, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სურსათმცემლობისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის მიმართულებით რეფორმებს და ასევე საინფორმაციო კამპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მიზნად ისახავს უფრო მეტ ინფორმირებულ მომხმარებელს იმისთვის, რომ ვიცოდეთ ჩვენ როგორც მომხმარებლებმა ჩვენი უფლებები და ვიყოთ დაცულები. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას, ასევე კონკრეტულად ფერმერებს, დარგობრივ ასოციაციებს, როგორც არის საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ხელს უწყობს, რომ კარგი პრაქტიკები დაანერგონ, კანონმდებლობის გაუმჯობესების და ფერმერების მიერ კანონების შესრულების საკითხებში წვრილი შეიტანონ და ზოგადად დარგი გააძლიერონ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ევროპის დღის თბილისის ღონისძიებაზე მეორედ მონაწილეობს. წარმოადგენილი აქვს ჩვენი ქალების ნამუშევრები, არის დეკორატიული ნივთები, სასაჩუქრე ნივთები, ასევე რეწვის ნიმუშები და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რადგანაც ევროკავშირისგან არაერთი დახმარება გვაქვს მიღებული განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე და ვიმეორებთ, რომ ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.
ევროპას, ჩვენს კონტინენტს, განვითარებას, კეთილდღეობას. დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები, ხედავთ როგორ ტენდენციებია ევროპის მასშტაბით, ხო? არის ტოტალური მიგრაცია, რაც აგარბინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ იდენტობას, რელიგიურ იდენტობას, არის სერიოზული პრობლემები, არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ ვისურვებდით, რა თქმა უნდა, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემოთრიალდეს დადებითი მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მთლიანად კონტინენტისთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ევროპაში ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, არის რისკების შემცველი ნებისმიერი ჩვენი რეგიონის ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ევროპას უსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას. ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი ასე ვთქვათ სივრცე. ჩვენთვის აქედან გამომდინარე ევროპის განვითარება ნიშნავს, რა თქმა უნდა, მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვის. საპროტესტო აქციები და მომიტინგეთა რაოდენობა კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა რეპრესიებზე საუბრობს და აქციებზე შეტყობილი ადამიანების შემცირებაზეც სწორედ ამას უკავშირებს. სახელმწიფო გუნდში კი კვლავ ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი განლებულია, აქციებზე მდგომი მოქალაქეების რაოდენობა კი შემცირებული. მიზეზად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრი უცხო ქვეყნებიდან შემოსული თანხების შემცირებას ასახელებენ. მათი აზრით, სწორედ უცხოური ძალებისგან იყო პროტესტი ხელშეწყობილი. ქვეყანაში საპროტესტო აქციები 162 დღე მიმდინარეობს, მომიტინგეები აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. საპროტესტო მუხტი ჩემი აზრით არ განილებულა. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ცდილობს, რომ დაშინებით, დაჭერებით და დაპატიმრებით, ასევე დაჯარიმებით ხალხში მუხტი ჩაახშოს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ქართული ხალხი არ დანებდება, გაგრძელდება პროტესტი, რა თქმა უნდა, უწყვეტი და ბრძოლა იქნება ბოლომდე და ქართული ოცნება აუცილებლად გადადგება. პროტესტი, რა თქმა უნდა, გრძელდება, მაგრამ ეს დამოკიდებულია გარეთ ძალებზე, თუ როგორ დაფინანსდებიან. ფინანსებზეა დამოკიდებული. მინელდა ფინანსები, პროტესტიც შეწყდა, ხალხიც შემცირდა და ასე რომ ჩვენი ოპონენტები საკუთარი აზრით არაზროვნებენ, მათ ყავთ პატრონები, რომლებიც იქიდან მართავენ. თუ კი გაგრძელდება დაფინანსება, რა თქმა უნდა, პროტესტიც გაგრძელდება, მომრავლდება უფრო ხალხმრავლობა, ანუ რაოდენობრივად გაიზრდებიან, რა დროსაც შეუწყდებათ ფინანსები, შემცირდებიან. ეს არის მაგათი პროტესტი. უმრავლესობა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენ და საბედნიეროდ და საერთოდ ქვეყნის და საბედნიეროდ კარგად აზროვნებს, ხედავენ თუ რა რეალობის წინაშე ვდგავართ, საფრთხე საიდან მოდის და ეს ყველაფერი ხალხში კარგად არის გააზრებული. გორის ცხოველთა მართვის სააგენტომ სწრაფი რეაგირების ჯგუფების თანამშრომლები ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამხრე კამერებით აღჭურვა. მიზეზი ეკიპაჟის წევრების მიმართ მოქალაქეთა მხრიდან გახშირებული თავდასხმები და უსაფუძვლო ბრალდებებია. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, სწრაფი რეაგირების ჯგუფების მთავარი მოვალეობა მიუსაფარი ცხოველების სააგენტოში გადაყვანა და მათთვის კასტრაცია სტერილიზაციის ჩატარება. შესაბამისად, ბექა გიუნაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს პატივისცენ ეკიპაჟის წევრებს და დაემორჩილონ მათ კანონიერ მითითებებს. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საკმაოდ მცირე რაოდენობა, მაგრამ არსებობს ისეთი მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ძალიან აგრესიულად იქცევიან ჩვენი თანამშრომლების მიმართ. როდესაც ეკიპაჟი გამოძახებაზე მიდის ან შემოვლის დროს ცხოველი გადაყავს სააგენტოში, ვთქვათ, რომ ხელი არ შეუშალოთ, იმიტომ რომ ეკიპაჟი მიდის, თავის საქმე უნდა გააკეთოს, ცხოველი შემოიყვანოს, ცხოველი ვეტერინარებმა უნდა გაასტერილონ, ცობზე დავამუშაოთ და შემდგომში ან მოხდება მისი გაჩუქება, ან ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ჩვენი მთავარი მიზანი არის სტერილიზაცია, კასტრაციის რაოდენობა გავზარდოთ. ყოველწლიურად ზარდი დინამიკა გვაქვს და აქედან გამომდინარე, სულ უფრო ნაკლები არის ხელშეშლის ფაქტები, მაგრამ ყველანაირი პრევენციის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლების ეკიპაჟები და ყველა ბრიგადა აღჭურვეთ ეგრეთ წოდებული სამხრე კამერებით, რათა მოხდეს ყველანაირი პრევენცია, ანუ მსგავსი ხელშეშლის ფაქტების. 2013 წლიდან ცხოველთა მართვის სააგენტოში ვმუშაობ. ძირითადად ჩვენ ხალხისგან დიდ ზეწოლას ვღებულობთ
გამოძახების დროს რომ მივდივართ, ზოგს უნდა წაყვანა, ზოგს არ უნდა წაყვანა, ზოგი გვაგინებს, ზოგი გვაფურთხებს, რა ვიცი. მუშტიკრაზეც გადადია და ყველაფერს ილასაშვებია. ამ ბოლო დროს კი კამერები დაგვირიგეს და ამ კამერების მეშვეობით ვიწერავთ მათ საუბარს. გორელი სპორტსმენი ლუკა ქარელიშვილი სტამბოლის ევროპის თასზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ძიუდოისტმა შეჯიბრებაზე 6 შეხვედრა ჩაატარა. პირველ პაექრობაში დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში გადარჩულმა 5 შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ქარელიშვილისთვის ეს მეორე ბრინჯაოს მედალია ევროპის თასზე. იქამდე კი კადეტებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასები აქვს მოგებული. თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩატარდა ევროპის თასი ახალგაზრდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა მივიღეთ მონაწილეობა, სულ ვიყავით დაახლოებით 60 ქართველი. სულ 3 ძიუდოისტმა მოახერხეთ მედლის აღება. ტურნირს რაც შეეხება იყო საკმაოდ რთული ტურნირი. მომიწია 5 შეხვედრის ჩატარება, აქედან მომიწია 3 ქართველებთან შეხვედრა უფრო რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ტატამის გარეთ მაინც გვაკავშირებს რაღაც ის ურთიერთობა, ძმობა, მეგობრობა და რთულია ხოლმე, ორმაგად დატვირთულია და რა ვიცი, მოახერხე ამ 5 შეხვედრის გამარჯვება და ავიღე მესამე საპრიზო ადგილი. ლუკა ქარელიშვილი არის ახალგაზრდა, რომელმაც რამდენიმე ტურნირზე უკვე სტაბილურად წარმოაჩინა თავი და საქართველოს ნაკრებში იმკვიდრებს ადგილს. რა თქმა უნდა, მას ამ გამარჯვებით ამ საპრიზო ადგილით, რომელიც სტამბოლში მოიპოვა, თავის წონაში უკვე დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დიდი კონკურენცია არის. მას ექნება კიდევ რამდენიმე ალბათ ორი შეჯიბრება ექნებათ, სადაც შეეცდებიან რომ კონკურენციაში გაიმარჯვოს და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, უკვე წელს ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას. გორი უფროსებს შორის ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლებს. შეჯიბრი 10 და 11 მაისს სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს 3 კონტინენტიდან 15 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი ჩამოვა. ასპარეზობა დილის 10 საათზე დაიწყება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილზე უგულშემატკივრონ სპორტსმენებს. ცნობისთვის ევროპის თასი დიდებში გორში პირველად ტარდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რანგი შეჯიბრებას ჭაბუკებს შორის ქალაქმა გასულ წელსაც უმასპინძლა. 10-11 მაისს გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება ევროპის თასი ძიუდოში დიდებში. ეს არის მაღალი რანგის შეჯიბრება, რომელიც გორში აქამდე არ ჩატარებულა. ევროპის თასს ჩვენ ვუმასპინძლეთ, გასულ წელს მართალია, მაგრამ ეს იყო ჭაბუკთა შორის. აი დიდებში ევროპის თასი პირველად ტარდება გორში და რა თქმა უნდა საინტერესო და მაგარი შეჯიბრება განსაკუთრებით ძიუდოს მოყვარულებისთვის და ზოგადად სპორტის მოყვარულებისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოს 3 კონტინენტისგან 15 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი, ძიუდოისტი ქალი და ძიუდოისტი მამაკაცი მიიღებენ მონაწილეობას ამ შეჯიბრებაში. საქართველოს საკმაოდ კარგი შემადგენლობით არის წარმოდგენილი, მათ შორის იქნებიან გორელი ძიუდოისტებიც. შეჯიბრება ევროპის ძიუდოს კავშირის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის და აქ ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. დასწრება თავისუფალია, მინდა ესეც აღვნიშნო, რაც კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია იმისათვის, რომ აყურებელი გვინდა რომ მრავლად იყოს, გულშემატკივარს განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქალაქში არასოდეს გულშემატკივარში სულ ერთი არ არის, ასე ვთქვათ, საჭირო სახეობებში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ძიუდოში შეჯიბრებები და ვფიქრობ, რომ ისინი გაიხარებენ ამ ტურნირით. მოკლედ 10-11 მაისში გორის სპორტის სასახლე ევროპის თასი ძიუდოში. გორელი სპორტსმენი ლუკა ქარელიშვილი სტამბოლის ევროპის თასზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ძიუდოისტმა შეჯიბრებაზე 6 შეხვედრა ჩაატარა. პირველ პაექრობაში დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში გადარჩულმა 5 შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ქარელიშვილისთვის ეს მეორე ბრინჯაოს მედალია ევროპის თასზე. იქამდე კი კადეტებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასები აქვს მოგებული.
თურქეთის ქალაქ სტამბულში ჩატარდა ევროპის თასი ახალგაზრდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა მივიღეთ მონაწილეობა, სულ ვიყავით დაახლოებით 60 ქართველი. სულ 3 ძიუდოისტმა მოახერხეთ მედლის აღება. ტურნირს რაც შეეხება იყო საკმაოდ რთული ტურნირი. მომიწია 5 შეხვედრის ჩატარება, აქედან მომიწია 3 ქართველებთან შეხვედრა უფრო რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ტატამს გარეთ მაინც გვაკავშირებს რაღაც ის ურთიერთობა, ძმობა, მეგობრობა და რთულია ხოლმე, ორმაგად დატვირთულია და რა ვიცი, მოახერხე ამ 5 შეხვედრის გამარჯვება და ავიღე მესამე საპრიზო ადგილი. ლუკა ხარელიშვილი არის ახალგაზრდა, რომელმაც რამდენიმე ტურნირზე უკვე სტაბილურად წარმოაჩინა თავი და საქართველოს ნაკრებში იმკვიდრებს ადგილს. რა თქმა უნდა, მას ამ გამარჯვებით ამ საპრიზო ადგილით, რომელიც სტამბულში მოიპოვა, თავის წონაში უკვე დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დიდი კონკურენცია არის. მას ექნებათ კიდევ რამდენიმე ალბათ ორი შეჯიბრება ექნებათ, სადაც შეეცდებიან რომ კონკურენციაში გაიმარჯვოს. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, უკვე წელს ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.